ხიდის თავ შევგრათა პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია ჩავხდეთ მოხრანა ბატონსა თავს დავანგრიო თბანია კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება დღესდღეობით არის ორგანიზაცია, რომელიც ქართული საბრძოლო ხელოვნების აღდგენასა და პოპულარიზაციას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე. მას აქვს ჯგუფები და ფილიალები, როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, ქუთაისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ბავშვთა ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბავშვთა ცენტრის შენობაში. ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, როგორც ხედავთ, ვარჯიშს ლოცვით იწყებენ და ლოცვით ამთავრებენ. როგორც მათი სურვილი და თხოვნა ღმერთის მიმართ ყოველდღიური, შინაგანი და ფიზიკური ზრდისა, რომელიც ვარჯიშის აუცილებელი თანმხლები მოვლენა უნდა იყოს. ისტორიულადაც საბრძოლო ხელოვნება არასოდეს ყოფილა ცალკე მართლმადიდებლობისაგან. საბრძოლო ხელოვნება მსოფლმხედველობა იყო, რომელიც ქრისტეს და ერის სამსახურში მყოფი კაცების საბრძოლო ხელოვნებას ნიშნავდა და ის მეომრული კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებობდა, სწორედ რომ მართლმადიდებლობის საფუძველზე იყო მყარად დაფუძნებული. რაც შეეხება სპორტულ საქმიანობას, რომელსაც კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება ეწევა, ბევრი პლუსები აქვს, ხოლო მიზანი კი სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ქართველების აღზრდა გახლავთ, რომლის მდიდარი ტრადიციები გააჩნდათ საქართველოში ისტორიულად. ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლის აღსაზრდელები სპორტის გარდა იმ ტრადიციებს ეზიარებიან, რომელიც საქართველოში მეომრის, კაიყმის და ძლიერი კაცის მუდმივი თანმხლები იყო. ის სახეობები, რომლებსაც პატარები ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლის კედლებში სწავლობენ, კერძოდ კი კრივი, ფარიკაობა, ხანჯლაობა, საქართველოს საბრძოლო წარსულის დანატოვარი არის. თუმცა პატარებში აქცენტი მაინც ზოგადად ფიზიკურ მომზადებაზე და საბრძოლო უნარ-ჩვევების შეძენაზე კეთდება. ხდება მათი მომზადება ისეთი რთული დისციპლინებისთვის, როგორიც არის ფარიკაობა, ხანჯლაობა და არეული კრივის სისტემა. Oțge. Toate sira. Casul dise nu da. Ai ese bolo. ისტორიულად ფიზიკური აღზრდის სისტემა საქართველოში იმ უტყუარ გამოცდილებასა და ცოდნას ეყრდნობოდა, რომელიც ქართველ უხუცესებს გააჩნდათ. მაგრამ ყველაფერი ამ ქვეყნად და მათ შორის საბრძოლო ხელოვნებას განვითარებასა და დროისთვის სწორად მორგებას საჭიროებს. კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების მიმართულება და ცოდნის დღევანდელი არსენალი არის როგორც ძველი და ისტორიული, ასევე სრულიად თანამედროვე, 21 საუკუნეს და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული. ამასთანავე უტყუარი, უკვე მრავალწლიანი გამოცდილება სპორტულ საქმიანობაში და ასევე პატარა საბრძოლო ხელოვნების სკოლის მოსწავლეების აღზრდის საქმეში, კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გახლავთ. ფიზიკური დატვირთვა და პატარა ბავშვის სპორტული ქმედის უნარიანობა საერთოდ არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი არის. ვარჯიშის ფიზიკური დატვირთვის დროს ფართოვდება სისხლძარღვები. ფილტვები უკეთესად შეითვისებენ ჟანგბადს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის უმთავრესი საკვები არის. სისხლძარღვები
უკეთ ამარაგებენ ორგანოებს ჟანგბადით და ყველა მათი კარგი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებებით. მაღლა იწევს ადამიანის ტონუსი და მისი ქმედისუნარიანობა ბევრად უფრო მეტი ხდება, ვიდრე ეს იყო ვარჯიშამდე. უკეთესად მუშაობს ყოველი ორგანო, მათ შორის გონება, ტვინი, რომელიც ადამიანის მოქმედების განმსაზღვრელი და მართვის ორგანო გახლავთ. აღსაზრდელს მნიშვნელოვანია, რომ მიეცეს სწორი დატვირთვა, არც მეტი და არც ნაკლები, რადგან მისი ორგანიზმის განვითარება მოხდეს შეფერხებებისა და გადატვირთვების გარეშე. ბავშვების ვარჯიში იწყება მოთელვით. მოთელვა ხელს უწყობს ყოველი სახსრის გახურებას და ისინი ბევრად უფრო მეტ დატვირთვას უძლებენ, ვიდრე გაუხურებელ მდგომარეობაში. შემდგომ ისინი გადადიან გაწევლებზე, რომელიც მათ სხეულს იმ ბუნებრივ ელასტიურობას უბრუნებს, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. გაწევლების შემდგომ პატარები ზოგად ფიზიკურ ვარჯიშებზე გადადიან, რომელიც წინასწარ შესამზადებელი ეტაპი არის ისეთი დისციპლინებისთვის, როგორიც არის კრივი და ჭიდაობა, ან არეული კრივის სისტემა. ასე რომ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი ძალიან ბევრი პლუსების მქონე გახლავთ. იცავს ადამიანს მრავალი დაავადებებისაგან და ისეთი მავნე ჩვევებისაგან, როგორიც არის სმა, თამბაქოს წევა, თუნდაც ნარკომანია. ბერძნები ასე ამბობდნენ: ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სული არისო. კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემთხვევაში ეს ასეც გახლავთ. სწორი ვარჯიში, ცოდნა, გამოცდილება, სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა. ეს ის პუნქტებია, რომლებიც ორგანიზაციის თითოეული წევრის, დიდის თუ პატარის, ყოველდღიური ცხოვრების წესი არის.